მოგესალმებით. პირველი საზოგადოებრივი წარმოგიდგენთ ყველაზე აზარტულ ლიტერატურულ შოუს წიგნების თარო. მე მისი წამყვანი სანდრო ლორდ-კიფანიძე ვარ, ხოლო დღეს ჩვენთან სტუდიაში სტუმრა და ჰიპ-ჰოპ არტისტი კაზი ჯაზი. მადლობა მოწვევისთვის. გამარჯობა. დღეს მეოთხედ ფინალური ეტაპი იწყება, პირველი მეოთხედ ფინალური თამაში გვაქვს წინ და ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ ჩვენი დღევანდელი თამაშის მონაწილეები. ჩემგან ხელ მარცხნივ თბილისის კერძო სკოლა ალბიონი. გივი შაკო და ვალერი. და ჩემგან ხელ მარჯვნივ საგარეჯოს პირველი საჯარო სკოლა. ზუკა, ლუკა და ნიკა. გამარჯობა. როგორ ხართ? როგორია შემართება? შეგრძნება როგორია რომ 8 საუკეთესო გუნდში ხართ თითოეული. სხვათა შორის გეტყვით საინტერესო სტატისტიკას რომ თითოეულ თქვენგანს ან ორივე გუნდს თითო თამაში მიმდინარე სეზონში მოგებული აქვს დამატებით რაუნდში და შესაძლოა დღესაც დამატებითი რაუნდის მომსწრენი გავხდეთ იმდენად თანაბარი ძალის გუნდები უპირისპირდებიან ერთმანეთს. მზად ხართ ბრძოლისთვის? კი. კარგით. მაშინ მე გაგამხნევებთ და გეტყვით, რომ თითოეული თქვენგანი რა თქმა უნდა, გადაცემის ბოლოსკენ მიიღებს სპეციალურ საჩუქრებს, მაგრამ გეტყვით იმასაც, რომ მხოლოდ გამარჯვებული გუნდი გადავა უკვე ნახევარფინალში, ანუ 4 საუკეთესო გუნდში მოხვდება და ძალიან ცოტა დააკლდება მთავარ პრიზამდე. მთავარი პრიზი კი გახლავთ რა? საზაფხულო სკოლა კემბრიჯში. და ვიცი რომ ამისთვის მაქსიმუმს დადებთ დღეს. ასევე რა შეეხება გადაცემის წესებს, წესები ეკრანზე გამოისახება მაყურებლისთვის, თქვენ კი მშვენივრად იცით ისინი, ხომ ასეა. მზად ხართ? მაშინ დავიწყოთ თამაში წიგნების თარო. კარგი, ყურადღებით მოემზადეთ. პირველი რაუნდი. ნაწარმოები. წიგნი, რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ, მე-20 საუკუნის 30-იან წლებში დაიწერა და ავტორს პულიცერის პრემია მოუტანა. მიუხედავად დიდი აღიარებისა, წიგნი ნიუ-იორკის, კანზას-სიტის და სხვა ქალაქების ბიბლიოთეკებიდან ამოიღეს. მძიმე ცხოვრების მეტისმეტად დეტალური აღწერის გამო. ნაწარმოების ინსპირაციად მწერლის ცხოვრების ის ეპიზოდი იქცა, როცა იგი კალიფორნიაში იმყოფებოდა სეზონურ მუშებთან ერთად. სწორედ მძიმე სოციალურმა ფონმა და სამუშაო პირობებმა გადააწყვეტინა ავტორს ამ რომანის დაწერა. საინტერესოა ისიც, რომ წიგნის სათაური იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადებიდან გამომდინარეობს. კერძოდ კი პასაჟიდან, რომელშიც ლაპარაკია, რომ ცოდვილებს ღმერთის ბრაზით სავსე ყურძნისგან დაწურული ღვინის დალევა მოუწევთ. პირველი გარისკვა საგარეჯოს პირველი საჯარო სკოლიდან და პირველი ვერსია. მრის ხანების მტევნებს ვფიქრობ. ბრაზი და ყურძენი დავაკავშირეთ, თუ კიდევ რამე მიგვანია. არა, ეგ დროც დაახლოებით უნდა დაემთხოს ეს. ვისია ეს გახსოვს? სტაინბეკის. ეს სწორი პასუხია. 3-0 ანგარიში გაიჭრა წინ საგარეჯოს პირველი საჯარო სკოლა, ყოჩაღ მრის ხანების მტევნებზე იყო საუბარი. დავიწყეთ 3-0 თამაში დაიწყო დინამიურად და აქტიურად, არა? როგორ გონია რა გველოდება? დამატებას ყველას ამ გულში მატკივრობ ყველას აბსოლუტურად. მე მგონი საინტერესო თამაში გვერდის წინ კაზი. აუცილებლად. ნახოთ. მზად ხართ მეორე კითხვისთვის. მეორე რაუნდი. პერსონაჟი. შეეცადეთ დაასახელოთ სახელი პერსონაჟისა, რომელიც მე-20 საუკუნის შუა პერიოდის ერთ-ერთი გამორჩეული სახეა. ავტორმა იგი 30-იან წლებში შექმნა. თუმცა მასზე წიგნი მხოლოდ 16 წლის შემდეგ გამოაქვეყნა სრულად. ეს შესანიშნავი ნაწარმოებია ადამიანის სიცოცხლის უნარიანობაზე, ბრძოლაზე და უცნაურ ცხოვრებისეულ სევდაზე, რომელიც მარტოობას მიჩვეულ ადამიანებს ახასიათებთ. შესაძლოა ნაწარმოები 50-იანი წლების ბოლოს რომ დაწერილიყო,
მასში პერსონაჟის მშობლიურ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებსაც ჰქონოდა ადგილი. რევოლუციას და ბატისტას რეჟიმის დამხობას. თუმცა ამ ნოველისგან პოლიტიკა შორსაა. პერსონაჟი 84 დღიან წარუმატებლობას განიცდის თავის საქმეში. ამიტომ გადაწყვეტს უფრო ღრმად შევიდეს წყალში, გააკეთოს თავისი საქმე და სახლში ნადავლით დაბრუნდეს. შეგახსენებთ, რომ თქვენ მისი სახელი უნდა დაასახელოთ. ვერსია არ ჩანს არც ერთი გუნდისგან 30 წამი. ვახ, მე მგონი ძალიან აგრესიული ტაქტიკა გაქვს არჩეული, ხო? რისკავთ როგორც კი ვერსია მოდის. მოხუცი და ზღვას ფიქრობ, რატომ? და პერსონაჟი? სანტიაგო პერსონაჟი ხო? სანტიაგო? კი. ან მოხუცს ქვია სანტიაგო. კი. და 84 დღიან წარუმატებლობას განიცდის. და რა რევოლუციაზე და ბატისტას რეჟიმზეა საუბარი? სადაურია სანტიაგო წარმოშობით ხო არ გახსოვს? კუბაში ხდებოდა ეს მოვლენები, ის კუბელია და ეს სწორი პასუხია 5-0. საგარეჯოს პირველი საჯარო სკოლა გაიჭრა წინ. 5-0, ბრავო მეგობრებო, ძალიან მომზადებულები ხართ და ყოჩაღად თამაშობთ, გილოცავთ. აპლოდისმენტები საგარეჯოს პირველ საჯარო სკოლას და მე მინდა რომ ასევე აპლოდისმენტებით გავამხნევოთ ახლა ალბიონი, რომელიც ცოტა მძიმედ იწყებს დღევანდელ თამაშს, მაგრამ ვიცით მათ მიერ შემოbrunებული თამაშები, ამიტომ ყველაფერი წინა. მეგობრებო, ცოტა ამოისუნთქეთ, ახლა თქვენი გულშემატკივარი ინერვიულებს, იმიტომ რომ მათი რაუნდის დრო დგება. შესაბამისად, მესამე რაუნდი. სტუმარი. კაზი, ამჯერად შენ უნდა წავიკითხო შეკითხვა მათ. წიგნი, რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ, რამდენიმე ტომადაა გამოცემული და პირველად 21 საუკუნის პირველი 10 წლეულის ბოლოს გაიცნო მკითხველმა. ავტორის პოპულარობიდან გამომდინარე, მშობლიურ ქვეყანაში თითქმის 3 მილიონ ნახევრიანი ტირაჟი გამოცემიდან პირველივე დღეებში სრულიად გაიყიდა. ესაა რომანი ადამიანებში ფსიქოლოგიური ღერძის დაკარგვაზე, კითხვებზე და საკითხებზე, რომელთაც არ აქვთ პასუხები. ორი მთავარი პერსონაჟი, აომამე და ტენგო, მერყევი პიროვნებების შთაბეჭდილებას ტოვებენ და ეს მერყეობა მთელი რომანის ხასიათად იქცევა. მიუხედავად სათაურების თითქმის იდენტური მსგავსებისა, ეს რომანი თითქმის არაფრით გავს მე-20 საუკუნის 40-იან წლებში ბრიტანელი ანტიუტოპისტი ავტორის მიერ დაწერილ ცნობილ რომანს აღნიშნული წიგნისგან განსხვავებით თქვენს მიერ გამოსაცნობ რომანში ტირანიული გარემო უფრო პერსონაჟების გაჩნდა ვერსია, რა საინტერესოა რა ვერსია გაჩნდა საგარეჯოს გულშემატკივარში, გისმენთ? IQ 84 ჰარუკი მურაკამის. უფრო ზუსტად რომ გითხრათ, როგორ ქვია ამ წიგნს? 1Q 84. 1Q 84 არის სწორი პასუხი. ეს სწორი პასუხია. უფრო მართებული ალბათ გამოვთქვათ როგორც 1000Q 84, იმიტომ რომ ესეთ არ გდიან ხოლმე, უცნაური სათაურია ნამდვილად, მინიშნება 1984-ზე, თუმცა კაზიმაც აღნიშნა, რომ სინამდვილეში დიდად არაფერი აკავშირებს ამ წიგნს. ანგარიში კი ხდება 8-0. ძალიან წინ გაიჭრა საგარეჯო, კაზი რას ფიქრობ? უნდა გავათანაბროთ როგორმე, რომ თანაბარი ბრძოლა იყოს რავი. წარმატებას უსურვებ ყველას. ორი ძალიან ვიაქტიუროთ ამ შემთხვევაში თანაბარი ძალის მეტყვილა და არ თქვი და მე მგონი ამჯერად უბრალოდ მეც რისკავს საგარეჯო. კი. ჯობია მეორე გუნდმაც გარისკოს უფრო. ხო, ჯობია, მეგობრებო. რა ხდება? ხო არ დაღონდით? ხო არ დამშვიდით წინასწარ ან რისი ბრალია? თუ ჯერ ყველაფერი წინაა და მზად ხართ რომ შემოატრიალოთ თამაში. ნახოთ. ნახოთ. თუ ნახოთ, მაშინ მეოთხე რაუნდი ციტატა. დაასახელეთ წიგნი, რომელშიც გვხვდება შემდეგი ციტატა. საყოველთაო ჭეშმარიტებად მიიჩნევა, რომ უცოლო და მდიდარი კაცი სიამაყე და სრულწმენა.
სწორი პასუხია, სწორი პასუხია. სწორი პასუხია, უბრალოდ მე გაოგნებული ვარ. გარდა იმ კლიშესი, რომ ამ ნაწარმოებს მიიჩნევენ ხოლმე უფრო ქალურ ლიტერატურად, ხო, ჯეინ ოსტინს, რაც რა თქმა უნდა კლიშეა და არ არის სწორი, 6 ბიჭი თამაშობს და მაინც პირველივე წინადადებაზე გამოვიცანით, სიამაყე და სრულწმენა გახსოვდა ეს დასაწყისი, ესე კარგად? კი. საიდან, როგორ, რა? რა ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ისეთ დასაწყისია. ნამდვილად? კი. წაკითხulis გაქვს? კი. გიყვარს კიდევაც ნაწარმოები? რა ვიცი, კი. ფილმიც გაქვს ნანახი ამ ნაწარმოებზე არა, ფილმი არ ვინ. არა. რაღაცაში მაინც ჩაგჭერი. კარგი. ანგარიში ხდება 11-0. ეს ძალიან სერიოზული განაცხადია იმისთვის, რომ საგარეჯო ნახევარფინალში გადავიდეს, თუ ეცრად არაბო ბოქრ და ალბიონი, რასაც მე ველოდები, იმიტომ რომ მათგან ეს მოულოდნელი არ არის. 11-0-ს მე ნამდვილად არ ველოდი. ხო. ძალიან საინტერესოდ მიდის თამაში ნამდვილად. არ ვიცი, იცი თუ არა წინა თამაშები ან ალბიონის ან საგარეჯოსი, მაგრამ მათ ძალიან რთული თამაშები აქვს. შემოტრიალებული, მოგებული და მოკლედ რაღაც კამბექების ოსტატები არიან ორივენი. ახოთ რა იქნება. 3 რაუნდი გვაქვს წინ, მეგობრებო. და გაქვთ შანსი იმისა, რომ უფრო უკეთ ითამაშოთ. ხო გჯერათ ამის? არის რაღაც დაღონებულები მიყურებთ რა. გვაქვს კი, აბა, ასე შემდეგ. ტაში გაგამხნევებთ? აი, მეტოქე გუნდიც კი აპლოდისმენტებით ხდება თქვენს მომავალ ქულებს, რომელსაც ახლა აიღებთ. მეხუთე რაუნდი, ავტორი. დაასახელეთ მწერალი, რომელიც მე-20 საუკუნის 60-იან წლებში დაიბადა და დღესდღეობით ლონდონში ცხოვრობს და მუშაობს. მას აქვს ძალიან კაფიო სტილი და ხელწერა, რომელიც განსაკუთრებულ ხიბლს მატებს მისთვის დამახასიათებელ. უი, აი ესეთი რისკი უკვე კარგია, მით უფრო თუ სწორი პასუხიც მოყვება ამ ყველაფერს. შაკო, აკა მორჩილაძე იმით. აკა მორჩილაძე ლონდონშია აკა მორჩილაძე. კი. მაგრამ რამდენი თანამედროვე მწერალია ლონდონში დღესდღეობით? ბევრია. რატო გადაწყვიტე? არა, ერთი წამი აპლოდისმენტები კარგია, რა თქმა უნდა და 1968 წელს დაიბადა თბილისში, ახლა ცხოვრობს ლონდონში, აქვს დამახასიათებელი წერის სტილი. კიდე ხო არის ესეთი ავტორი, ვინც არ არის ინგლისელი და ლონდონში ცხოვრობს ამჟამად. იქნება ალბათ. თან უნებლიეთ. ისე რომ განდევნილია. სალმან რუშდი. ხო. შეიძლება, მაგრამ 60-იანებში არ დაბადებულა იქ უფრო ბებერი. აკა მორჩილაძე გიყვარს? აკა მორჩილაძე მიყვარს. ძალიან. სულით და ხორცით. სულით და ხორცით. მაშინ სამი დამატებითი კულონობით ანამაში. ახლოვიდან ხორვალი აპლოდისმენტები. 11-3 ხდება ანგარიში, შემცირდა უპირატესობა, თუმცა ჯერჯერობით ის მაინც დიდია, ამიტომ ისევ ყურადღებით. თქვენს ყურადღებით, მეგობრებო, არაფერი არ არის, 8 ქულიანი უპირატესობა. მზად უნდა იყოთ ყველაფრისთვის, ხო? გავაგრძელოთ. გავაგრძელოთ, რამე თუ ბოლო ორი შეკითხვა არის, გუნდები პირველივე წინადადებიდან იცნობენ კითხვებს, ამიტომ ნახოთ, როგორ ესე თუ გააგრძელეს, არ ვიცი, საინტერესო იქნება. მე-6 რაუნდი, მაყურებელი. კითხვის ავტორია მე-4 კურსის სტუდენტი 20 წლის ნათია მირიანაშვილი. წიგნი, რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ, 1868 წელს დაიწერა. ანუ მაშინ, როცა ავტორი 44 წლის იყო. მწერალი მეგობრობდა ჩარლზ დიკენსთან, რომელმაც მასზე დიდი გავლენა იქონია. საინტერესოა, რომ ტომას სტერნს ელიოტმა ნაწარმოებს იმ დროის პირველი, ყველაზე გრძელი და საუკეთესო ინგლისური დეტექტივი უწოდა. წიგნში თხრობა სხვადასხვა პერსონაჟების მიერ მიმდინარეობს, რაც ამ ავტორის სხვა ნაწარმოებებისთვისაც არის დამახასიათებელი. რომანი მოგვითხრობს დაწყევლილი ყვითელი ალმასის შესახებ, რომელსაც რეიჩელ ვერინდერი დაბადების დღეზე საჩუქრად იღებს. მეორე დილით აღმოჩნდება, რომ ძვირფასი ქვა დაკარგულია და მკითხველიც ერთი შეხედვით იდუმალებით მოცულ ამბავში გარკვევას პერსონაჟებთან ერთად ცდილობს. 30 წამი უნდა მოგცეთ, როგორც ვაწყობთ. იფიქრეთ.
ოცდაათი წამი ამოიწურა. ამ შეკითხვაზე არ არის სტუმრის მინიშნება, შეგახსენებთ, მაყურებლის რაუნდია, არ რისკავენ გუნდები და მე უნდა ბატონო. რა ხდება? მაინც რისკავთ? კი. ნიკა, შენ უმტკიცებდი რაღაცას გუნდელებს, რომ და რაღაც არ გიჯერებდნენ თუ გიჯერებდნენ, რა ხდება? არ რისკავდნენ. გისმენ? ჩემი აზრით ეს არის თვარის ქვა. თვარის ქვა. ზუსტად არ ვიცი. ავტორი ხო არ გახსოვს? არა. უცებ თვარის ქვა. სადღაც რაღაც ეგრე არის, ხო? კი, ანუ ზუსტად აღარ ორიგინალში ხო არ გახსოვთ როგორ ქვია? საქმე იმაშია, რომ ქართულად არსებობს სხვანაირი თარგმანიც ამ ნაწარმოების თვარის პეკალი, თუმცა ორიგინალში moonstone ქვია, ამიტომ თვარის ქვაც შეგვიძლია გავთვალოთ სწორ პასუხად. ეს სწორი პასუხია. მილოცავთ, ანგარიში ხდება 13 საგარეჯო გაიჭრა წინ. ვილკი კოლინზ, 19 საუკუნის ბრიტანელ დეტექტივების ავტორს მოაქვს თქვენთვის დამატებითი 2 ქულა. ამჯერად 13-3 10-ქულიანი უპირატესობა უკვე საგრძნობი უპირატესობაა. ერთი კითხვა რჩება. ერთი კითხვა და რა თქმა უნდა ბლიც ტური შემდეგ, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მზად ხართ? დიახ. მე-7 რაუნდი. სხვადასხვა. ამჯერად თქვენ მოგიწევთ გამოიცნოთ ერთგვარი ნივთი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ პერსონაჟიცაა, რომელსაც ერთ დროს ნამდვილად ვერ მოიხსენიებდით ნივთად. თავად ის ადამიანი, რომელსაც თავის დროზე ეს ნივთი ეკუთვნოდა, ბევრს ამწარებდა ხოლმე, მათ შორის დიდებულებს და მეფესაც კი. ის არავის უყვარდა, თუმცა მიუხედავად ამისა, თავისი მუდმივი ადგილი ჰქონდა სამეფო კარზე. ლიტერატურაში კი ჩვენ მის შესახებ სულ სხვა პერსონაჟისგან ვიგებთ. კერძოდ, ერთი ელსინორელისგან, რომელიც ამ კონკრეტულ ნივთს იპოვის და სიცოცხლის წარმავალობაზე დაფიქრდება. გმირი ნივთის პატრონს საბრალოდ მოიხსენიებს და ამბობს, რომ კარგად იცნობდა მას. ხშირად ვარაუდობენ, რომ ნივთის მფლობელის სახელი სკანდინავიური სახელების ორგის და ერიკის ნაირსახეობას უნდა წარმოადგენდეს. ვერსია არ ჩანს ამ რთულ შეკითხვაზე და 30 წამი გაგვთ. ოცდაათი წამი ამოიწურა და ერთი ქულისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ სტუმრის მინიშნებით, კაზი დადგა მინიშნების დროც. ნივთი, რომელიც თქვენ უნდა გამოიცნოთ, სამეფო კარის მასხარას ეკუთვნოდა. არათუ ეკუთვნოდა, მის ნაწილს წარმოადგენდა, თუმცა მასხარა გარდაიცვალა. ნივთი კი ხელში დანიის პრინცს ჩაუვარდა და სიცოცხლეზე ჩააფიქრა. გეტყვით იმასაც, რომ აღნიშნული პერსონაჟები ძალიან ცნობილ ინგლისურ პიესაში ხვდებიან. საკმარისი მინიშნება იმისთვის, რომ გავიხსენოთ ამ ნივთის მფლობელის სახელი და თავად ნივთი, თუმცა არ გვახსენდება. თუ მფლობელის გააჩნია რას გულისხმობთ. ანუ ვის ეკუთვნოდა ამ ნივთამლობელი, კი. არა, ჰამლეტს არ ეკუთვნოდა. ეკუთვნოდა სხვას. ჰამლეტმა იპოვა შემდეგ ეს ნივთი. სამწუხაროდ მინიშნება არ გახდა საკმარისი კითხვის გამოსაცნობად. დიახ, ჰამლეტზეა საუბარი, ჰამლეტი მიადგება სასაფლაოს, სადაც იპოვის თავის ქალას, რომელიც ეკუთვნოდა მასხარა იორიკს. მეფის მასხარას საბრალო იორიკ მიმართავ შემდეგ ჰამლეტი. ეს რთული შეკითხვა იყო ნამდვილად, ამიტომ ნუ დავღონდებით ამ შეკითხვის ვერ გამოცნობის გამო. თან ორგი და ერიკი რო გაგეერთიანებიდან რაღაცნაირად ორიკს მიიღებდით და ესეც მინიშნება იყო ერთგვარი. არაუშავს ბლიც ტურის წინ ანგარიში არის 13-3. საგარეჯოს პირველი საჯარო სკოლა არის წინ, უფრო მხნეთ, მეგობრებო, უფრო მხურვალი აპლოდისმენტები ორივე გუნდს. ხო. ჩვენიერი თამაში გვაქვს. ჩვენიერი თამაშია ნამდვილად ორივე გუნდის მხრიდან. მაგრამ წინ არის ბლიც ტური და სანამ ბლიც ტურზე გადავალთ,
კიდევ უფრო მეტად რო გაგამხნევოთ, საჩუქრებს გადმოგცემთ შეპირებისანებ. მოდი ვნახოთ ნიკა რა გვაქვს აქ. მარკუს ზუსაკის წიგნის ქურდი თანამედროვე ბესტსელერი ძალიან კარგი წიგნი. ასევე მას მოყვა კიდევ ბლოკნოტი, ჩვენი ლოგოთი და კიდევ რამდენიმე ძალიან საყვარელი ნივთი, რომელიც გადაეცემათ ხოლმე ტრადიციულად ჩვენ მოთამაშეებს. ეს ყველაფერი შენ და თქვენ თითოეულ მონაწილეს. სამეთით სამი ანგარიში, წინ არის ბლიცტური, კაზი, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო გადაცემაში სტუმრობისთვის. დიდი მადლობა, წარმატებებს უსურებ ყველას. როგორ შეაფასებდი ისე თამაშს? ძალიან კარგად ითამაშეს ბიჭებო, ძალიან. უსურებ წარმატებას და რამერჩევა მეტი ესეთი მოაზროვნე ახალგაზრდა ჩვენს ქვეყანას, რომ უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვროთ. აბსოლუტურად გეთანხმები. აპლოდისმენტები. ჩვენ კი წინ გვაქვს ბლიცტური. წინ არის საგარეჯოს პირველი საჯარო სკოლა, ამიტომ თქვენ გეკითხებით, ვინ თამაშობს ბლიცს? მე დავრჩები. ლუკა, კარგი. ზუკა, ნიკა, გადაინაცვლეთ უკან და დაალოდეთ დასიზამს ლუკა. ვინ თამაშობს ბლიცს ალბიონიდან? შაკო, კარგი. ივიკო, ვალერი. ზათხარ ლუკა. დიახ. ყურადღებით. დავიწყოთ ბლიცი ლუკასთან. დავიწყოთ. ვინ დაწერა შაგრენის ტყავი? ბალზაკმა. სწორია, რომელი კაპიტნის შვილებზე გვიყვება ჟიულ ვერნი? გრანტის. სწორია, რა არსება კლაივ ლუისის ასლანი? ლომი. სწორია, პოლიკარპე კაკაბაძის ყვარყვარე? შემდეგი. თუთაბერი, სადაური მწერალია ჰანს ქრისტიან ანდერსენი. შემდეგი. დანიელი, რა გვარია სტიგ ლარსონის პროტაგონისტი მიკაელი? შემდეგი. ბლუმკვისტი, რა ქვია ჯეი გეტსბის საუკეთესო მეგობარს? ნიკ კელეუეი. სწორია, რა ქვია ავაზაკების ქალაქს სამოსელი პირველში? შემდეგი. კამორა, რომელი წიგნის პირველივე ფრაზაში ვეცნობით იშმაელს? შემდეგი. მობი დიკი, სადაურ წიგნებით მოაჭრეზე გვიან ბოლოს ნესა ეშტადმა? შემდეგი. ქაბულელი, ვინ დაწერა დაკარგული სამოთხე? შემდეგი. ჯონ მილტონმა რა სახელით ვიცნობთ სტეფან წმინდელ მწერალ ალექსანდრე ჩოფიკაშვილს? შემდეგი. ყაზბეგი, რომელ ტყეში ყაჩაღობდა რობინ ჰუდი? ესა შერუდის. სწორია, რა გვარია ძველი ფრანგი მეზღაპრე შარლი? დეკოსტერი. პერო, ანტონ ჩეხოვის პიესა 3? ესა და. სწორია, ვეფხისტყაოსანში რომელ ქალაქში ცხოვრობს ფატმანი? ესა ზღვათა ქალაქში. გულანშარო, რა გვარია მე-20 საუკუნის ჩილელი პოეტი პაბლო? შემდეგი. ნერუდა. დრო ამოიწურა და ლუკამ დააგროვა 6 სწორი პასუხი. აპლოდისმენტები ლუკას. აპლოდისმენტები. შაკო კი ემზადება სათამაშოდ. მზად ხარ? რადგან მზად არ ხარ, ამიტომ დავიწყოთ. დავიწყოთ ბლიცტური შაკოსთან. დავიწყოთ. ვინ დაწერა წითელი და შავი? სტენდალი. სწორია, რამდენი წლისაა კაპიტანი ვერნის ტიპის სატოლში? სწორია, რა არსებაა ტოლკინის მაუგი? დრაკონი. სწორია, მიხეილ ჯავახიშვილის კვაჭი? კვაჭანტირაძე. სწორია, სადაური მწერალია ასტრიდ ლინდგრენი? შვედი. სწორია, რა გვარია სტიგ ლარსონის პროტაგონისტი ლიზბეთი? სალანდერი. სწორია, რა ქვია ჯეი გეტსბის საყვარელ ქალს? დეიზი. სწორია, რა ქვია ამბოხებულ ქალაქს სამოსელი პირველში? კანონდოსი. სწორია, რომელ წიგნში ხვდებით მეზღვაურს გვარით სტარბაკი? მობი დიკი. სწორია, სადაურ ლოცვაზე მოგვიყვანა ჩერნობილის. ჩერნობილის. სწორია, ვინ დაწერა ყაჩაღები? შემდეგი. შილერმა რა ფსევდონიმით ვიცნობ მწერალ ვახტანგ მოსიაშვილს? შემდეგი. ტორესამოსი, რომელი ქალაქის შერიფს ებრძოდა რობინ ჰუდი? ლონდონი, შემდეგი. ნოტინგემი, რა გვარია იტალიელი საბავშვო მწერალი ჯანი? როდარი. სწორია, ანტონ ჩეხოვის პიესა ძია? შემდეგი. ვანია, ვეფხისტყაოსანში რა ქვია ფრიდონის სატახტო ქალაქს? შემდეგი. მულღაზანზარე, რა გვარია მე-20 საუკუნის ესპანელი პოეტი ფედერიკო გარსია? ლორკა. სწორია, ტომ სტოპარდის როზენკრანცი და გილდენსტერნი? არიან მკვდრები. სწორია, რა გვარი იყო ეგზისტენციალისტი მწერალი ალბერი? კამიუ. სწორია, საიდან იწყება ცა ოთარ ჭილაძის ჩანაწერების წიგნის სათაურში? მიწინე. სწორია, დრო ამოიწურა. შაკომ დააგროვა 15 სწორი პასუხი და დაუბრუნდით მოთამაშეები ადგილებს რომ გამოვაცხადოთ. საბოლოო ანგარიში, რომელიც გახლავთ 19-18 ერთი ქულა დააკლდა ალბიონს რომ გაეთანაბრებინა ბლიცში. აპლოდისმენტები მხურვალე ორივე გუნდს ამ საოცარი თამაშისთვის. ერთი ქულა, სწორედ ერთმა ქულამ გადაწყვიტა ხალხო. დღევანდელი თამაშის ბედი მე ძალიან აღელვებული ვარ, მაგრამ ფაქტია გამარჯვებულია და ნახევარფინალში ასპარეზობას აგრძელებს საგარეჯოს პირველი საჯარო სკოლა. გილოცავ, თუმცა მხურვალე აპლოდისმენტებით გავაცილოთ შოუდან კერძო სკოლა ალბიონი, თბილისის ალბიონი. ბრავო!
აი ამ ამაღელობელ ნოტზე ისღა დამრჩენია რომ დაგემშვიდობოთ და გითხრათ რომ ჩვენ შემდეგ თამაში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკის 41-ე საჯარო სკოლა და თბილისის 191-ე საჯარო სკოლა. ძალიან რთული მეოთხედფინალები გველის წინ, ამიტომ უგულშემატკივრეთ გუნდებს და იყავით აზარტული ყველაზე აზარტულ ლიტერატურულ შოუსთან ერთად. გემშვიდობებით. მადლობა. Astros más